ალამი, მე დღეს ვისაუბრებ, როგორ შეიძლება introduction-ი გავუკეთოთ, დაამატოთ თქვენს უკვე არსებულ აპლიკაციას AI და AI-ით გამდიდრებული ფიჩერები. და გავაკეთებ დემოს, სადაც ვაჩვენებ, სადაც ახლა ვმუშაობ, როგორ დავაიმპლემენტირე ეს ყველაფერი. სწორად გავარდეთ. მოკლედ, ისევ ერთხელ მოგესალმებით ყველას. ეს თოქი არის, როგორ, ასე ვთქვათ, როგორ დავამატოთ AI ფიჩერი უკვე არსებულ აპლიკაციაში და მაგალითს მოვიყვან, როგორ დავამატეთ AI იმ კომპანიაში, სადაც ახლა ვმუშაობ, რომელსაც ქვია Lightdash. ჩემს შესახებ ვცირეთ, მე ვარ ირაკლი ჭანიაშვილი, software engineer-ი, მუშაობ Lightdash-ში, რომელიც არეკრუტებს ინჟინერებს, ასე რომ თუ დაინტერესებულები ხართ, ასევე შეგიძლიათ დააეპლაიოთ. ეს paid ის არის, რა ქვია, კონტენტი ჩემი უფროსებისგან, ასე რომ ვთქვათ. ასევე ვარ ენთუზიასტი თბილისი information collective-ში, სადაც ძალიან კარგ ხალხთან ერთად ვაკეთებ schivi.com-ს და raxdeva.com-ს, რომლებიც არის ქართული news აგრეგატორები, შეგიძლიათ ასევე ნახოთ და სხვათა შორის ასევე ვიყენებთ AI მეთოდებს. სამწუხაროდ ამ თოქში მაგას საუბარი არ იქნება, მაგრამ თუ კითხვები გექნებათ, სიამოვნებით შემიძლია გესაუბროთ ძალიან ბევრი. კარგი, დავიწყოთ ახლა. რა არის ჯერ საერთოდ Lightdash-ი, ძალიან ცოტა პატარა ინტრო უნდა გავაკეთო, ასევე paid content-ი არის ჩემი უფროსებისგან. Lightdash-ი არის business intelligence ხელსაწყო, business intelligence-ი შემოკლებით BI არის, ასე ვთქვათ, აკრონიმი BI, არის მოიცავს რას? თუ გაქვს ძალიან ბევრი მონაცემები, იქიდან როგორმე გამოიყვანო რაღაცა სახის ინფორმაცია, რომელიც დაეხმარება გადაწყვეტილებების მიღებაში. ეხლა ვინ იყენებს მსგავს თულებს? მსგავს თულებს ძირითადად იყენებენ კომპანიები და ორგანიზაციები, რომლებსაც საკმაოდ მაღალი headcount-ი აქვთ. მაგალითად, საქართველოში შეიძლება იყოს TBC ბანკი, საქართველოს ბანკი და ასე ვთქვათ, რაღაც ესეთი დიდი ორგანიზაციები. Lightdash-ი არის ერთ-ერთი ასეთი BI tool-ი. სხვათა შორის Lightdash-ი არის სრულად open source-ი, რომელიც data სამყაროში საკმაოდ კარგი რეპუტაცია და სტანდარტიც კი არის, იმიტომ რომ დიდი კომპანიები მხოლოდ open source tool-ებს ენდობიან, იმიტომ რომ ბევრჯერ მოხდა, როცა ვენდორმა მაგალითად ან გაკოტრდა ვენდორი და მთელი ეს ნაწყვალები გადაუვარდა თაერში, ან კიდევ, რა ვიცი, რაღაც სხვა გზა აირჩიეს მონეტიზაციის და მთლიანად ჩაკეტეს სისტემა. ამიტომ Lightdash-ს ასევე ერთი ბონუსი აქვს, რომ არის open source. ესე იგი, Lightdash-ი ეხმარება data analytics-ებს, ასე ვთქვათ, და არა მარტო data analytics-ებს ეხმარება იმაში, რომ დაამენეჯონ ძალიან დიდი scale-ის database-ები მონაცემთა მარტივი დამუშავებისთვის და მეორე მხარეს მაგალითად business user-ებს, მაგალითად აი კომპანიის CEO-ს ეხმარება, რომ SQL-ის წერის გარეშე დაავიზუალოს თავისთვის საინტერესო ჩარტი. მაგალითად, რამდენად კარგად მიდის კომპანიის გაყიდვები. ეს ერთ-ერთი მაგალითი არის. Lightdash-ი არის დაფუძნებული DBT-ზე, რომელიც ასევე არის open source tool-ი. DBT in short აკრონიმი არის data build tool-ის, რომელიც გეხმარება ძალიან დიდი scale-ის SQL-ის management-ში და ისეთი პრაქტიკების შემოღებაში, როგორიც დეველოპერებისთვის საკმაოდ ჩვეულებრივი workflow არის, მაგალითად, მოდულარობა, testability და maintainability. მაგრამ საბოლოო ჯამში არის სხვადასხვა წყაროებიდან მონაცემების ტრანსფორმაციის ასეთი ერთგვარი ხელსაწყო. ამაზეც სამწუხაროდ ბევრს ვერ ვისაუბრებ, უნდა გადავიდე. და, პირველი ესეთი ვიღაცის ხმა ჩაირთო დამატებით, მე მგონი, რომ დამილთოთ. ხო, ერთ-ერთი ესეთი, ასე ვთქვათ, კომბინაცია Lightdash-ის და DBT-ის არის მოდელის სქემა ფაილი,
ასეთი სქემები შეიძლება დიდ ორგანიზაციებს კონდეს 1000-ობით ან 10000-ობით. თუ კარგად ჩანს ეკრანზე, ნუ მე სლაიდებსაც გავაშიარებ. არის რომ რეალურად შენ აღწერ მონაცემთა ბაზის სტრუქტურას, ამატებ მას დოკუმენტაციას, ურთავთან დოკუმენტაციას და შემდეგ light-dash specific რაღაცა სინტაქსის გამოყენებით შენ შეგიძლია light-dash-ი უკვე UI-ის გამოყენებით და კლიკებით დააგენერირო SQL-ი. გავუშვა მე SQL-ი შენს ასე ვთქვათ რაღაც ამ სტუდიოში, რაც light-dash-ს აქვს, მიიღო რეზულტატები და შექმნა ჩარტი. საბოლოო ჯამში ეს თული არის იმისთვის, რომ შექმნა სხვა სახის მონაცემების მოძიების რაღაცა გზები და მე გავუშერო ეს ადამიანებს რაღაც dashboard-ის სახით. მაგალითად, როგორი არის ჩვენი რაღაცა engineering velocity light-dash-ში ასეთი ჩარტი, ასეთი ერთ-ერთი dashboard-ი გვაქვს, სადაც ვზომავთ engineer-ების performance და მონაცემების წყარო შეიძლება იყოს GitHub-ი, შეიძლება იყოს რაღაცა Slack-ში აქტიურობა და ასე შემდეგ. ნუ მოკლედ, ეს არის დაახლოებით რაღაცა brief წარმოდგენა რომ შეგქმნათ DBT-ზე და light-dash-ზე და ეხლა უფრო გადავიდეთ AI-ის მიმართულებით, სად შეიძლება ჩავაკვეხოთ ამ ყველაფერში AI. და ახლა პატარა joke-ი ჩავდე, putting AI in BI. მარტო მეცინება. ხო. ნუ მოკლედ. პირველი ანუ ასე ვთქვათ რაღაცა naive approach-ი, ან რაღაცა პირველი აი შეხედულებით, რომ ვიღაცა ფიქრობს, რომ აი გვინდა ხელსაწყო, რომელიც რაღაცა კითხვებს დაუსვავ შენ მონაცემთა ბაზებზე და შემდეგ შენ მიიღებ რაღაცა insightful პასუხებს. ხო, ასეთი პასუხი შეიძლება იყოს ტექსტი, ხო, რაღაც წავიდეს მონაცემთა ბაზაში query გააკეთოს, მე ეს მონაცემები წაიკითხოს, გაანალიზოს და მე შემდეგ რაღაც ტექსტურად გიპასუხოს ან დააგენერიროს სურათი. და ნუ პირველივე რაც შეიძლება იფიქრო არის რომ რავი, AI-ის ძალიან მარტივად შეუძლია SQL-ის გენერირება. ნუ კი, შეუძლია თავიდან, მაგრამ როცა აი საუბარი გვაქვს მაგალითად 10000-ობით table-ზე, ან ძალიან დიდი მონაცემთა ბაზის სტრუქტურაზე, ან ისეთ განსხვავებულ სისტემაზე, როგორც არის მაგალითად რაღაც შედარებით არაცნობილი Snowflake-ი, ან Databricks-ი, მაგათ აქვს რაღაც სპეციფიური სინტაქსი და როგორც კი მსგავსი ვარიაციები შემოდის ჩვენთვის ყველასთვის ხელმისაწვდომი კომერციული მოდელებისთვის, როგორც არის რაღაც GPT-4-დან 4o ან Cloud-ე, კი თავიდან ნორმალური პერფორმანსი აქვს SQL-ის გენერაციას, მაგრამ ასე ვთქვათ, scaling-ის დროს საკმაოდ უჭირს. ნუ ეს არის ერთი ნაწილი, რომ შეუძლია სისტემამ ასე ვთქვათ, რაღაც AI-ი დაგიწეროს SQL-ი, სადაც ბევრი ხარვეზები არის. მეორე არის AI-ს ასევე შეუძლია ჩარტების დახატვა. ნუ დღეს ძალიან მარტივად ვსადე, რომ დაეხატა ჩარტი, ასე ვთქვათ, GPT-4o-ს და მივიღე ესეთ შედეგი, რომელიც, რავი, ინვესტორს რო გაუშეარო, ალბათ შეგიწყვიტავს ყველანაირ დაფინანსებას და რავი, you'll be done. ესეც შესაბამისად, ასე ვთქვათ, რაღაც option-ი არ არის, თუ კონკრეტულად არ სპეციალიზირდები, რომ დაატრენინგო რაღაც ისეთი სუპერ მოდელი, რომელიც კონცენტრირებული იქნება რაც საუკეთესო ჩარტების generation-ზე იქნება დატრენინგებული. და ნუ მესამე არის, რომ საერთოდ რად გვინდა ტრადიციული software-ი, აი როგორც წინა სურათში განახეთ, ხო, როგორც light-dash-ი არის, როცა შეიძლება AI-ი ჩაანაცვლოს ყველაფერი. და ნუ ეს სამი შეიძლება რაღაც დაბრკოლებაც კი იყოს, იქითკენ, რომ რაღაცა meaningful ნაბიჯები გადადგა იმისთვის, რომ შექმნა სისტემა, სადაც AI და software-ი ერთად ქმნიან რაღაცა განსაკუთრებულ, ასე ვთქვათ, რაღაც ერთიან სისტემას, სადაც უფრო ნაკლები ადამიანის ჩარევა საჭიროებს. მე ვეძახი მაგას რაღაც truly autonomous system, სადაც წვეტები არ გაქვს და ადამიანის ჩარევა უფრო ნაკლებად და ნაკლებად არის საჭირო. ნუ მან ხო, ეს სლაიდის დაახლოებით იგივეს ამბობს, ანუ
არის რაღაცა ამ მონეტის ორი მხარე, ხო? ერთი არის AI და მეორე არის traditional software. AI არის შედარებით unpredictable ტიპი. აქვს უფრო კარგი reasoning, ასე ვთქვათ, რაღაცა უფრო ფიქრობს და შეუძლია გადაწყვეტილებებს მიიღება, მაგრამ საკმაოდ უფრო მეტ რესურსს მოიხმარს, ვიდრე ტრადიციული software-ი. ეს შეიძლება რაღაცა დროებითი მომენტი იყოს, მაგრამ არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში დღევანდელი მდგომარეობით საკმაოდ ძვირიც არის AI-ის გამოყენება, ასევე შედარებით ნელი არის ვიდრე ტრადიციული software-ი. მაგალითად Hello World-ი ტრადიციულ software-ში უფრო მალე შეიძლება დალოგო ვიდრე AI-ით. ეს ძალიან ცუდი მაგალითი რომ მოვიყვანო. მეორეს მხრივ, ტრადიციული software-ი არის შედარებით predictable, ბაგებს არ ჩავთვლი რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, უფრო მარტივად შეგიძლია რომ ჩასვა რაღაც ჩარჩოებში და მარტო იმ ჩარჩოებში იყოს predictable. და საპირწონედ სამწუხაროდ არ აქვს ისეთ სკილები, როგორც არის decision making-ი, თუ არ ჩავთვლით რაღაც if-else მარტივ ლოგიკებს. მაგრამ პლუსი არის, რომ საკმაოდ სწრაფი არის და სწრაფად, ასე ვთქვათ, execution-ი მინარევს პირველად სწრაფად. ჩემი იდეა, ასე ვთქვათ, არის, რომ ზოგადად მე როგორც უყურებ ეს ამ ყველაფერს არის, რომ AI software-ს არ მოკლავს პირიქით. შეავსებს. ანუ შეავსებს იმ ნაწილში, რაც აკლდა software-ს, რაც არის უფრო და უფრო ნაკლები ადამიანის ჩარევა იქნება საჭირო, რომ ავტომატიზირებულმა ხელსაწყომ იმუშაოს თავიდან ბოლომდე. გადავიდეთ უკვე AI კოპილოტზე, Light Dash-ში და ვეცდები რომ ასევე დემოც გავაკეთო. ოღონდ თუ ცუდად წავიდა screenshot-ებს უნდა დავჯერდეთ და screenshot-ები გავამზადე სპეციალურად. ხო, Light Dash AI კოპილოტი არის ესეთი ტიპი, რომელსაც შეუძლია შენი ასე ვთქვათ, natural language processing-ის მეშვეობით აიღოს შენი კითხვა და გაქცეს მაგაზე პასუხი, რომელიც აბსოლუტურად მუშაობს Light Dash-ის API-ზე. ანუ რეალურად Light Dash-ი ახსენე რომ არის open source-ი, ასევე აქვს თავისი API, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ. ჩვენივე API-ს ვიყენებთ, ასე ვთქვათ, და იგივე API-ს მოიხმარს ზუსტად ეს, ასე ვთქვათ, ბოტიც ჭალებში, რომ გაასცეს პასუხები, რომელიც არის რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით, ასე ვთქვათ, ხო, რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით არის დაზუსტებული, ასე ვთქვათ. ერთ-ერთი მაგალითი არის, რომ კითხო, მაგალითად, რამდენი შეკვეთა შემოვიდა, ან რამდენი შეკვეთა იყო რაღაცა სხვა სტატუსით და შემდეგ Light Dash-ის ეს ბოტი გადაწყვეტს, რომელი ვიზუალიზაციით გიჩვენოს ეს ყველაფერი. მანამდე სტეპები არის, რომ ცდილობს მოიძიოს საჭირო მოდელები, ასე ვთქვათ, შეგვიძლია ასე ვიხმაროთ, როგორც თეიბლები. მე მოძებნოს შესაბამისი კოლუმნები, ფილდებს ვეძახით და მე ამ ყველაფრისგან გააკეთოს query, გაუშვას ეს query და რეზულტატიდან გამომდინარე და შენი კითხვიდან გამომდინარე აარჩიოს ის ფორმატი, რაშიც უნდა გიპასუხოს. ამ შემთხვევაში ინტეგრაცია მოყვანილი არის როგორც Slack ფორმატში, ეს რამე განსაკუთრებული მიზეზი ამისთვის არ ქონდა, უბრალოდ პირველივე customer-ი, ვისაც უნდა ეს feature-ი, თქვა რომ Slack-ში კარგი იქნებაო ეს ბოტი რო გქონდესო. და გავაკეთეთ ორნაირი ინტეგრაცია, ერთი იყო Slack-ში, ერთი იყო API-ის მეშვეობით. API-ის მეშვეობით საინტერესო იმიტომ იყო, რომ ვიღაცას უკვე ქონდა ძალიან კაი summarizer-ი და ჩვენგან უნდა რეალურად თავის მონაცემთა ბაზაში natural language question-ების დასმით რეზულტატების მიღების. ანუ უნდა მარტო რაღაცა კონკრეტული ნახევარი ჩვენი ამ ბოტის ფუნქციონალის. ეხლა რომ ჩავიხედოთ თვითონ მოდი ჯერჯობია დემოცადო თან მე ტექნიკურ ნაწილზეც გადავალ, უნდა გავაშეარო სკრინი, ოღონდ სხვა. ხლავე. კითხებს ჯერჯერობით არ ვნახულობ. მე მგონი სწორად შეერდება სკრინი. ხო. მოკლედ
Slack-ში ვარ, სპეციალურად გავხსენ ისეთ ფანჯარა, სადაც რთული არაფერი არ არის და რეალურად რა workflow არის, რომ უნდა დათეგო ჩემი ეს ბოტი, და უნდა კითხო, რავი, რაც გაგიხარდება ის მაგალითად, ჩემი საყვარელი სატესტო არის surprise me with bar charts და რავი, თავისით გადაწყვიტოს რა მანახოს, ну ეს დებაგის დროს ვიყენებდი ხოლმე ძალიან ხშირად. არ ვიცი ახლა რამდენად კარგად იმუშავებს და მას ძალიან დარენდომებულ დატას ამოაგდებს რა. ხო, ну, არ გადაწყვიტა რომ არ გაეცა პასუხი და ჩამომიწერა ის თეიბლები, რაც რა ინფორმაციაზეც წვდომა აქვს. ну, საინტერესო ის არის, რომ ახლა ტემპერატურების რეგულირების და ამ შემდეგ მიუხედავად, მაინც unpredictable არის რეზულტატები. თან მივწერ. ეს ყველაზე ესეთი ხადავოი ჭალებში თეიბლი არის და კიდევ დავაგენერირებ charts. ну, ეხა background-ში ეს, გიორგი შემოვიდა ამ slide-ში. გიორგი არის ჩემი თანამშრომელი უკვე. ხო, ну, ეს ერთ-ერთი მაგალითი არის, რომ დამიგენერირა თავისით random chart-დან, რაღაც გადაწყვეტილება მიიღო, რომ შევქმენი ეს bar chart-ი 10 რაღაცა ქვეყნისო basket amount-ის მიხედვით, რაღაც total basket amount-ის მიხედვით, ყველაზე მეტი, ასე ვთქვათ, ყველაზე კაი მყიდველი ქვეყნების chart-ი გააკეთა, გადაწყვიტა. და ну, შემდეგ არის საინტერესო არის, რომ აქვს რაღაც follow-up action-ები, რომელსაც თვითონ AI ირჩევს რა შემოგთავაზოს, ამ შემთხვევაში არის, რომ მაგალითად დამიგენერეს CSV-ან time series chart-ი, time series არის დროში დროთან დევრობით გაწერილი chart-ი, ასე ვთქვათ. და ну, CSV-ს თუ დავაწვევით, წესით უნდა გვაჩვენოს table. Okay, ეს არის table. ხო, მოდი გავაჩერებ screens. მაგრამ სანამ გავაჩერებ, მოდი ერთ საინტერესო რაღაცას ვიტყვი, რომ ეს რაღაცა ცალკე feature-ი, როგორც ეგეთი არ არის და თავიდანვე გადავწყვეტეთ, რომ ეგეთ დიზაინი გავაკეთებინა, რომ მაქსიმალურად ყოფილიყო ინტეგრირებული Light-ში სისტემასთან. სამწუხაროდ ამას ვერ გავხსნი, მაგრამ ამას რომ ეს რომ გავხსნა, უნდა გამიხსნას ბროუზერი, სადაც გამომიჩენს აი Light-ში views, სადაც ჩვეულებრივი ადამიანები აკლიკებენ და ამას ხელით აკეთებენ. იდეა არის ის, რომ შექმნა რაღაცა სისტემა, სადაც სიტყვაზე ნახევარს გააკეთებს AI და მე შენ შეგიძლია ნებისმიერ დროს გააგრძელო, ასე follow-up-ი გაუკეთო უკვე Light-ში ხელსაწყოში და მიიყვანო საბოლოო ფორმაზე. მაგალითად რაღაც dashboard-ზე დაამატო და გაუზიარო შენ boss. კარგი, ამას გავაჩერებ და შევთავ slides. ისევ სწორად ავიჩი. ხო, დემოს წარმატებით ჩაიარე. შემთხვევაში ეგრე ვფიქრობ. რა არის, რაც გამოვიყენეთ ახლა რა სტექზე ავწყეთ ეს ყველაფერი. ну, გამოვიყენეთ LangChain-ი, LangSmith-ი, Zodi და eChart-ი. აქედან გეტყვით, რომ რავი, არც ერთი დიდად არ მომწონს, მაგრამ ეს ყველაფერი გავაკეთეთ დაახლოებით 1 წლის წინ და ხო, მაშინ ეგ იყო, ასე ვთქვათ, მოდაში. ეხლა LangChain-ს რაც შეეხება, ну, საკმაოდ გამიჭირდა აღქმა ზოგადად, განსაკუთრებით როცა აგენტებთან მივედი და აგენტი რაღაც workflow-ს შექმნა მინდოდა. მაგრამ, ну, მაინც არც ისე ცუდი თული არ არის, მაგრამ საკმაოდ საჩალიჩო იყო ჩემი გამოცდილებიდან. ну, LangSmith არის tracing tool-ი, რომელიც აი არც ვიცოდი საერთოდ, მე გავიგე რომ შეგვიძლია რაღაც ერთი environment variable-ით chart-ო და LangChain-ი თურმე უკვე tracing-ს აკეთებს და ეგრევე დაიწყებს ლოგების გაშვებას LangSmith-ზე. LangSmith-ი საკმაოდ მოგვეწონა, იმიტომ რომ რაღაც customer-ებს რო პრობლემა ქონდა ხოლმე, ძირითადად მან ნახულობდით ხოლმე რა მოხდა ცუდად. ну, თუ იცით ეგ როგორ მუშაობს, ანუ agentic workflow არის, რომ რეალურად რაღაცა loop-ში იჭედები, ასე ვთქვათ, AI-სთან, სადაც ეს tool-ები არის, რაღაც external ხელსაწყოები, რომელიც შენ შეგიძლია დაიმპლემენტირო შენ მხარეს.
მაგრამ ხარ რაღაცა უსასრულო ლუპში, ან სასრული, შეგვიძლია ხელით გაუწევ რაღაც hard limit-ი, რომ დაასტოპდი ამდენი რაღაცა 10 იტერაციის მერე, თუ ძალიან ბევრზე გავიდა. და ხო, რეალურად რაღაცა ამ ლუპში ხარ, სანამ შენთვის სასურველ შედეგს არ მიიღებ. ანუ ამ შემთხვევაში გამოვიყენეთ single agent-ი, არის ერთი agent-ი, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი თული, აი შეგიძლიათ ნახოთ რაღაც ეს თულები და code snippet-ი მაქვს მოყვანილი. ეს ძალიან ლამაზი ნაწილი არის შედარებით აპლიკაციის. კოდთან დაკავშირებით მე გავაკეთებ კომენტარს, სადაც შეგიძლიათ ნახოთ. და რეალურად ეს თულები არის რაღაცა ეს როგორ ახსნა ზუსტად არ ვიცი, მაგრამ თუ გაქვს რაღაცა flow, ხო, რომელიც აი შემოდის რაღაცა შეკითხვა, ამ რაღაცა ეს agent-ი იჭედება რაღაცა loop-ში, რაღაც უსასრულო loop-ში და ინსტრუქციების მეშვეობით და ასევე user-ის input-ის მეშვეობით იძახებს იმ თულებს თავისი თვითონ წყვეტს რა, ასე ვთქვათ, რა ორდერით გამოიძახოს ეს თულები, აგროვებს ამ ყველა ინფორმაციას და როგორც კი დაასრულებს ამ ინფორმაციის შეგროვებას, მერე უკვე საბოლოო რეზულტატს დებს რაღაცა output-ის სახით. ნუ ეს თულები დაახლოებით უცებ რო გავირბინო არის პირველი და უმთავრესი არის, რომ როდესაც კითხვას სვავ AI-მ უნდა გადაწყვიტოს light dash-თან ერთად, რომელი ასე ვთქვათ, თეიბლები და კოლმნები არის მისთვის მნიშვნელოვანი, რომ გასცეს პასუხი ამ კითხვას. ეს ხდება შემდეგნაირად, რომ რეალურად რაღაცა ამ თულს რო გამოიძახებს AI, რომ იტყვის, რომ მე მაკლია ინფორმაცია ამ ფილდების შესახებ, ან ამ თეიბლების შესახებ, ჩვენ ვაკეთებთ რაღაცა queries, რომელიც რაღაცა ჩვენ გვაქვს რაღაცა სქემა, მონაცემები user-ის მიერ ატვირთული, რომელიც ვანახე წინა სლაიდში, სადღაც აი აქ. ხო, აი ეს ინფორმაცია, ამის მეტადატა გვაქვს ჩვენ მონაცემთა ბაზაში და შემდეგ ვცდილობთ, რომ ინფორმაცია, რაც AI-ს არ აქვს, ნელ-ნელა მივაწოდოთ. ნუ პირველი ნაწილი არის, რომ მივაწოდოთ ინფორმაცია სქემის შესახებ, შემდეგი არის უკვე, რომ ამ ასე ვთქვათ, სქემაზე დაყრდნობით AI-მ უნდა დააგენერიროს ისეთი query, რომელსაც light dash-ი გაუშვებს. და ნუ ამაზე შემდეგ სლაიდზე ვისაუბრებ. ხო, ეხლა რაც შეეხება ამ დანარჩენ ნაწილს. ეს დანარჩენი 4 თული, ასე ვთქვათ, არის ყველა რაღაცა კარგი გზის შედეგი, ხო? ანუ ყველაფერი კარგად წავიდა, გვაქვს უკვე რეზულტატები მონაცემთა ბაზიდან და ჩვენ შეგვიძლია დავაგენეროთ ჩარტი, ან დავაგენეროთ თეიბლი, ან დავუბრუნოთ პასუხი მომხმარებელს. ხო. ეხლა როგორ ხდება საუბარი AI-სა და light dash-ს შორის? AI-ს და light dash-ს შორის საუბარი ხდება როგორც ვახსენე თულების მეშვეობით, მაგრამ შუამავალი, ანუ აქ ყველაზე მთავარი რაღაც key მომენტი არის, ასე ვთქვათ, როგორღაც ეს რაღაცა ტექსტი, რომელიც შეუძლია AI-მ დააგენერიროს, გავხადოთ ინტერპრეტირებადი. და ჩვენ მხარეს როგორმე მივიღოთ ისეთ ფორმატში, რომელსაც ჩვენ ან გავპარსავთ, ან დავაინტერპრეტებთ, ან მინიმუმ რაღაც ვალიდაციას გავუკეთებთ, სანამ უკვე გავუშვებთ ამ queries-ს. როგორც ვახსენე, SQL-ის generations ჩვენ არ ვაკეთებთ, იმიტომ რომ light dash-ს აქვს თავისი query language-ი, ან შეიძლება რაღაცა type-ი ვთქვათ, რომელიც გამოიყურება იმ მარჯვენა მხარეს ესე. და ეს აგენერირებს შემდეგ SQL-ს იმის მიხედვით, რომელ warehouse-თან აქვს კავშირი, მაგალითად რაღაც Postgres-თან აქვს კავშირი, სხვანაირი queries დააგენერირებს, BigQuery-თან სხვანაირის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ესეთი output-ი ჩვენ რომ მივიღოთ, ასე ვთქვათ, AI-სგან გვჭირდება რაღაცა სახის ფიჩერი, რომ AI ვალაპარაკოთ JSON-ის ენაზე. ნუ ამ შემთხვევაში ეს მარჯვენა მხარეს ობიექტი არის JSON-ის ფორმატში, ხო? და მაგისი ერთადერთი გზა, ყველაზე ასე ვთქვათ, რაღაც ოპტიმალური გზა, მანამდე სხვა გზებიც არსებობდა, არის ეგრეთ წოდებული რაღაც tool calling-ი, იგივე function calling-ი, რომელსაც შეგიძლია გადასცე JSON სქემა და
იმ JSON სქემას მიხედვით დაგიბრუნებს რეზულტატებს. და ნუ ეს JSON სქემა აღწერილი არის ამ Zod library-ში, რომელსაც მე ვიყენებ. და როგორც ხედავთ, ხო, ყველაფერი, ანუ რეალურად ყველაფერი არის ანოტირებული, მაქსიმალურად უნდა აღწეროთ ყველა field-ი რა აკეთებს, რომ AI რეალურად მიხვდეს, რატო გჭირდება ეს field-ები საერთოდ. და ხო, კიდევ ერთ რამდენიმე ვიტყვი საინტერესო დეტალს, თუ მაგალითად optional-ს გააკეთებთ რომელიმე, ასე ვთქვათ, fields, შეიძლება AI-ს დაეზაროს და უბრალოდ არ დააგენეროს რეზულტატში საერთოდ. საკმაოდ ზარმაცი არის მაგ მხრივ. კიდევ ერთი დეტალი არის, რომ Zod-ი არის library, ვინც არიცით TypeScript first schema builder-ი არის და ობიექტების ვალიდატორი. მოკლედ რო ვთქვა. Zod-ი იმიტომ ავრჩიეთ, რომ ერთი ძალიან კაი library არის თავის მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ LangChain-ის JavaScript-ის იმპლემენტაციაზე Zod-ი უკვე expected type-ი არის და შეიძლება პირდაპირ გამოიყენო. ხო, ყველანაირი წვალების გარეშე და JSON schema ობიექტების ხელწერ არ გიწევს, იმიტომ რომ library არსებობს, რომელსაც Zod-ის სქემა გადააქვს JSON schema-ში. ეს ცოტა გამიგრძელდა, იმედია გასაგებად ავწერე როგორ მუშაობს tool calling-ი. ხო, აქ იმას დავამატებ, რომ თუ გვაქვს რაღაც ფუნქცია tool-ი, რომელსაც ქვია generate query filters, generate query filters ფუნქციის იმპლემენტაცია იქნება, რომ ეს ტიპი მიიღოს არგუმენტად და მე შემდეგ გაუშვას რაღაც third party service-ში, ამ შემთხვევაში რაღაც light-dash query გააკეთოს, რომ რეზულტატები მიიღოს უკან. და მე დააბრუნოს პასუხი AI-სთან. ეს სლაიდი არ ვიცი რატო დავამატე, სიმართლე რომ ვთქვა, მე თვითონაც უკვე ვეღარ ხვდები აქ რა ხდება, მაგრამ ეს იყო პირველი sketch-ი, რომელიც გავაკეთე ამ service-ის იმპლემენტაციისთვის. აქ ეხლა საინტერესო შეიძლება რაღაცა ძალიან ქაოტურად არის ყველაფერი, მაგრამ high level რაღაც დიზაინი არის, რომ გაქვს რაღაცა system prompt-ი, რომელსაც უნდა აუხსნა, რომ ეს არის light-dash-ი, ამას აკეთებს light-dash-ი. და სხვა რაღაცა დეტალები, ტექნიკური დეტალები, მაგალითად ტერმინოლოგია რას ნიშნავს, მაგალითად მეტრიკი რას ნიშნავს აქ, dimension რას ნიშნავს აქ და ასე შემდეგ. სჭირდება ასევე chat history, როგორც Slack-ში განახეთ, ანუ Slack-ი არის ამ შემთხვევაში რაღაც საცავი უკვე არსებული conversation-ის, ხო, მიმოწერის. და ყოველ ჯერზე როცა აგზავნეს Slack-ის message, ან API calls, უნდა გაატანო ეს history, რომ თავიდან ასე ვთქვათ, არ მოუწიოს ამ ინფორმაციის მოძიება და კონდეს ინფორმაცია რა ხდება. და ყველაზე ისეთი სტარტერი არის ამ ყველაფრის human message-ი, რომელიც არის რეალურად ის message-ი, რასაც Slack-ში აგზავნე. ან API-ით აგზავნე. იდეაში რაღაცა ყველაზე იდეალური flow არის, რომ ჯერ აირჩიოს რაღაც პროექტი, light-dash-ის ერთ-ერთი პროექტი, მე აირჩიოს light-dash-ის მოდელი, explore-ი, ერთ და იგივეა. და მე იდეალურ შემთხვევაში დააგენეროს ეს რაღაცა light-dash-ის query და მე მაქედან ან გააწყოს რაღაც bar chart-ი, ან table-ი. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი შეკრას როგორც message-ი. ხო, ეხა უცებ ვიტყვი რაღაცა takeaways, რაც ასე ვთქვათ, დავამუღამე ამ გამოცდილებიდან, რაღაც უცნაური სამკვირიანი ექსპერიმენტისგან, იმიტომ რომ მე არ ვარ რაღაცა AI ინჟინერი, მე ვარ ჩვეულებრივი software ინჟინერი. ერთი იყო, რომ ხშირად არსებობს რაღაც დეველოპერებში ესეთი კამათი, რომ strict type language-ები, ან schema-less database-ები, ბევრად უფრო რაღაც მოქნილია, ბევრად უფრო მარტივია, რომ დაიწყო, მაგრამ რაც უფრო მეტ ექსპერიმენტს ვაკეთებ ამ თემების გარშემო, მაგას ვხვდები, რომ რეალურად long run-ზე, უფრო რაღაც დიდ პერიოდზე, სქემები, strictly typed აღწერილი რაღაც სტრუქტურები მუშაობს ბევრად უფრო მაგრად. ჩვენ ვარ ვქონოდა მაგალითად რაღაცა ეს აბსტრაქცია light-dash-ი, რომელიც ძალიან მკაცრად არის და დაცული მთელ სისტემაში. ჩვენ ალბათ მოგვიწევდა SQL-ის generation-ი ეს ფიჩერი რომ გავუკეთებინა, რომელიც ძალიან ცუდად
დასრულდებოდა. ხო, მე შემდეგი არის რომ ყველაფერი უნდა იყოს რას წაკეთებ humanly readable, that means AI readable as well და ყველაფერი მაქსიმალურად დოკუმენტირებული რომ თუ ამაზე ერთხელ გააკეთებ ფაქტიურად ძალიან მარტივი არის მე რომ AI ასე ვთქვა შეიძლება AI გამოიყენო ასევე დოკუმენტაციის საწერად მაგრამ ნუ კარგი არის იმიტომ რომ ყველაფერს ამარტივებს მათ შორის აი ძველ სლაიდში რო ვანახე აი აქ სქემას თუ ნახულობთ რაღაც ერთ-ერთი რაღაც მოდელი არის ძალიან ბევრ customers არ ქონდა description-ები და კარგი label-ები და ძირითადად ჩვენი AI-ის უჭირდა მუშაობა, იმიტომ რომ ვერ იგებდა რა ხდებოდა, ვერ იგებდა რაღაც აკრონიმებს და ასე შემდეგ. ანუ ეს როგორც კი ჩაასწორებდნენ და update-ებდნენ description-ებს, ყველაფერი კარგად იყო. ხო, კიდე მესამე პოინტი არის error-ები არის აპლიკაციის flow-ს ყოფილი ნაწილი. ერთადერთი რაც ასე ვთქვათ developer-ებს ევალებათ არის რომ კარგად დაჰენდლონ. დაჰენდლა ნიშნავს იმას, რომ როცა ისვრი errors, მაგალითად აი არ გაისროლა ისეთი error-ი, რომელსაც შენს მეტი ვერავინ ვერ გაიგებს. და ეხლა რატო ვამბობ მაგას? რეალურად ჩვენ აგენტზე რო ექსპერიმენტებს ვატარებდით, ძალიან ხშირი იყო, როდესაც AI უშევდა შეცდომას, მაგალითად რაღაცა UID-ის, ჩარტის UID-ის იყენებდა არასწორად და შემდეგ light-ში ისროდა errors, მაგრამ error-ი იყო, რომ undefined is not found. ან რაღაცა undefined is not a function. ან რაღაცა ისეთი generic JavaScript error-ი, ხო? რომელიც არ იყო კარგად დაჰენდლილი. მაგრამ როგორც კი ჩავანაცვლეთ ეს error-ები რაღაც meaningful error-ებით, რომელიც იყო, რომ სინამდვილეში მაგალითად chart-ი არ არსებობს და undefined-ი არაფერ შუაში არ არის, AI-მ დაიწყო self-correctirება, იმიტომ რომ error-ები უკან შეგიძლია გაუშვა, ასე ვთქვათ, როგორც chat-ის ნაწილი და ასე ვთქვათ, error-ებზე სწავლობს AI და შემდეგ ასწავლის, ასე ვთქვათ, თავის თავს როგორ გამოასწოროს ეს შეცდომა. განსაკუთრებით მაგარი არის, როცა ზოდს იყენებ და ზოდის validation-ი პირდაპირ ეუბნება, რომ აი აქ მაგალითად დაუშვი შეცდომა. კიდე ერთი პოინტი არის, რომ trust your intuition before trusting a trend. ეს ნიშნავს, რომ რავი, აი იმდენი ტრენდული რაღაცა იყო იმ მომენტში, როცა ამას ვაკეთებდი, რომ რეალურად ძალიან დავიკარგე ყველაფერში რა და საბოლოო ჯამში უნდა გქონდეს რაღაცა ძალიან გამოკვეთილი ამოცანა, რომლის გადაწყვეტა გინდა და მე მაკეტკენ უნდა იმოძრაო იმ უმარტივეს შესაძლებლობებით, რაც გაგაჩნია. ანუ არ გამოიყენო რაღაცა killer-ი რაღაცა library-ები, latest library-ები, latest რაღაცა AI მოდელები, რაღაც გამოიყენე, რაც შეიძლება მარტივი tool set-ი, რომ შენი ამოცანა გადაჭრა და მე ყოველთვის შეგეძლება, რომ დაამატო და რაღაცები ამოიღო. ნუ ბოლო პოინტიც იგივე არის დაახლოებით, რომ უნდა დაიწყო პატარათი რაც შეიძლება, პატარა ნაწილი გააკეთო და მე gradually, ასე ვთქვათ, გაზარდო ის scope-ი, რომ მთელი აპლიკაცია მოიცვას ამ შენმა AI feature-მა. ნუ სულ ეს იყო რესურსებს რაც შეეხება, ნუ საინტერესო არაფერი არ არის. ერთადერთი ვიტყვი, რომ Light-ში AI copilot-ი არის open source-ი repository-ზე დევს, ამ links დავაშერებ და შეგიძლიათ ნახოთ. განსაკუთრებული ისე ვიტყვი, რომ არაფერი არ არის, მაგრამ თუ დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ ნახოთ. ერთადერთი არის, რომ Light-ში არის open source-ი, მაგრამ AI copilot-ი არის enterprise license-ის ქვეშ, ასე რომ გამოყენება სამწუხაროდ არ შეგეძლებათ თუ არ გეკნებათ license-ი Light-ში enterprise plan-ის. სულ ეს იყო, თუ კითხვები გაქვთ, მან ძალიან გამიგრძელდა საუბარი, მაგრამ იმედია მოგეწონათ. მადლობა ირაკლი. მოდი რამდენიმე კითხვით დავიწყებ. შეგიძლიათ screen share-ი გათიშო და თან ამოვანათებთ ეკრანზე რამდენიმე კითხვით, რაც chat-ში დაისვა და მე ჩვენ თუ გვექნება იმ კითხვებზე დავსვათ. ეს იყო პირველი კითხვა. ეს Light-ში სკულის ხონდა. ჩანს კითხვა? არ არის screen-ზე. კონჯობია შენ წაიკითხოჩო. Okay. ესე იგი ამ tools რაიმე კავშირი თუ აქვს CDP პლატფორმასთან, Light-ში იყო საუბარი. CDP პლატფორმა არ გამიგია. Customer Data Platform.
იგია ეგეთია არც კონტექსტში არ ვსანებიათ სამსახურში არავის. ოკეი, მეც მაშინ დავამატებდი აქვე ამ კითხვაზე პასუხს, რომ ერთ კვირაზე ცოტა მეტია, რაც აქ დავიწყე მუშაობა, მეც ლაიდეში მუშაობ და ჯერ მიხსნიან ზუსტად რეებთან არ კავშირი. და ამიტომ ისეთი რთული კითხვა იყო რა, მაგასაც ალბათ პატარა ლექცია ჭირდება. რომ data რთულებში არ იყო. Anyway. კიდევ იყო კითხვები. კი, მე მგონი ერთი იყო. ესე იგი, არსებულ სისტემაში CRM-ში მაგალითად არის იმპლემენტირებადი იმ დონეზე, რომ არა მხოლოდ საბოლოო რეზულტების ანალიზი გააკეთოს, არამედ კოლების ინფორმაციის მიღების სორსების და ბიუჯეტის და ასე შემდეგ. კითხვა თუ არის გასაგები? კი, გასაგებია, CRM-ში რა თქმა უნდა, შეიძლება ბევრ CRM-ს აქვს მგონი უკვე AI integration-ები სხვადასხვა დონეზე, მგონი სამსახურში ვიყენებთ ATIO ქვია, თუ სწორად მახსოვს ერთ-ერთი CRM-ი არის. რაღაცა თუ სწორად მახსოვს, აქვს ორი ფუნქციონალი, ერთი არის არა AI-ის ნაწილი, უფრო რომ scraping გააკეთოს მაგალითად ეს კომპანია, რაც წარმოადგენს ინტერნეტში რომ მოძებნოს და წარმოიღოს და მეორე ნაწილი არის აი labeling-ი რომ გაუკეთოს მაგალითად რომ ეს კომპანია არის მაგალითად B2C, headcount-ი რაღაცა ამდენი არის ვიპოვე აქ ინტერნეტში რაღაც summarization გაიკეთოს და დატეგოს და ასე ვთქვათ რაღაცა თავისი ზედნადები ინფორმაცია დაგიმატოს CRM-ში. კოლებს რაც შეეხება, ხო, რა თქმა უნდა, უამრავი შესაძლებლობა არსებობს CRM-ში, როგორც ვიცი, ყველანაირ რაღაც ინტეგრაციას ამატებენ, მაგალითად, რაღაც Google Meet-ი შეიძლება ჩაინტეგრაციო, დაგილოგოს ვისთან ქონა კოლი და როდის და ავტომატურად დაგიაპდეითოს მაგალითად last contacted date with that kind of customer. რაღაც მან AI-ის როლი ხო, არ ვიცი, მოსაფიქრებელი არის, არ მიფიქრია მაგაზე, მაგრამ უფრო არის ალბათ summarization და რაღაცა ასე ვთქვათ, წაგეხმაროს იმაში, რომ ყველაფერი იყოს მოწესრიგებული და დალაგებული. ხო, ერთ პატარა რეპლიკასაც გავაკეთებ, კითხვა მის დასვა, ის პატარა კომენტარი გითხრა ხა, რომ ეს კითხვა იმიტომ დავსვიო, რომ ცალ-ცალკე ძალიან ბევრი რაღაც ანალიზი გეცდება და კოლების ტექსტის რიცხვით მონაცემებით, უბრალოდ როგორც წარმოქმნა შემექმნა overall ანალიზს აკეთებდა ამ თულიც, ეს თულიც რაზე საუბარიც იყო. ხო, ოკეი. ხო, ეს თული უფრო ასე ვთქვათ, ხო, გასაგები არის. ხო, ერთ-ერთი, რა source-დან წამოიღებ ინფორმაციას, ეგ შენზე არის დამოკიდებული. ეს გააჩნია რა სახის ორგანიზაცია ხარ, ხო? შენ თუ რაღაცა ფინანსური ორგანიზაცია გაქვს, მაგალითად ბანკი რო აიღო, ბანკს აინტერესებს მაგალითად ერთ-ერთ დეპარტამენტ შეიძლება აინტერესებდეს რაღაცა სესხების რისკის ანალიზი სხვა ასაკობრივ ჯგუფში და ეხლა მაგ მონაცემებს საიდან წამოიღებ, შენზე არის დამოკიდებული. ხო, კიდე შეიძლება იყოს რაღაცა ასევე ბანკს აინტერესებდეს რაღაც ნასამართლევი ვინ არის და შეიძლება რაღაც კონდეს სიტყვაზე ასე ვთქვათ რაღაცა დაშვება ეროვნული ბანკისგან, რომ შესაძლებლად წამოიღოს ეგ ინფორმაცია და გამოიყენოს CRM-ის ნაწილში რო დავბრუნდეთ, იგივე ვარიანტი არის, ხო, CRM-დან შენ შეგიძლია წამოიღო ნებისმიერი სახის ინფორმაცია და შემდეგ დაამუშავო. ძალიან კომპლექსური არის თვითონ ის field-ი, რასაც ძალიან briefly გადავირბინე რაღაც ორი სლაიდით, ეს DBT და საერთოდ რაღაც data analytics სასტავი საერთოდ რასაკეთებს, მეც აიგრე წარმოდგენა არ მქონდა თავიდან, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საკმაოდ დიდი ინდუსტრია არის და თულებიც საკმაოდ მრავალფეროვანი არსებობს და ოკეი. იმედია რაღაც დონეზე მაინც გავეცი პასუხი. ძალიან საინტერესო იყო თვითონ თოქის და კითხვების პასუხით დიდი მადლობა.